სასამართლო რეფორმის მორიგი სამუშაოს შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა თეა წოლუკიანმა მოსამართლეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და იურისტებთან ერთად საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. საქმე ეხება მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებს საუბარი ასევე შეეხო შეფასების და განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილებისა და გასაჩივრების საკითხებსაც. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რეფორმატორულ ჯგუფსა და მართლმსაჯულების წარმომადგენლებს შორის მოხდება კონსენსუსის გზით სიარული, ბევრ საკითხზე შევთანხმდით, რჩება ღია საკითხები, ამაზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, სანამ საბოლოოდ პარლამენტის მიერ დადგენილ ვადაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მთავრობა განიხილავს ამ საკითხს და წარდგებით აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო შტოში. პარლამენტში ჩვენ გადაგზავნილი გვაქვს იუსტიციის საბჭოს სახელით, როგორც მოსამართლე წევრების სახელით კანონპროექტი, რომელიც თანახმადაც თვლით, რომ მხოლოდ ეთიკის ნორმების დარღვევა უნდა გახდეს საფუძველი რეალურად თქვათ მოსამართლის უადოდ გადანიშვნის წინააღმდეგ ხმის მიცემის საფუძველი.